როცა მოძღვარი წირვაზე დგას, მრევლის განწყობა ძალიან გრძნობს. როცა მსახურებას ატარებ, თქვენი განწყობა ძალიან იგრძნობა. დღეს ისეთი მობილიზებული იყავით დღეს წირვაზე და ყველა ისე ითხოვდით ამ მშვიდობას, შეწევნას, დახმარებას, ქვეყნის ისე ითხოვდით. ახლა ეს ისე იგრძნობა და თქვენგან დღეს ყველა მოძღვრების რაღაც ხანარეთ თქვენ განწყობილების ტიქაროსნები, გალობლებმაცაც უყოდ კარგად გალობთ. დღეს განსაკუთრებულად გალობლების რაღაც ესე მობილიზებული იყვნენ დღეს სამსახურებაში და დღეს იყო როგორი წირვა, იცი, ყველანი ერთად ვითხოვდით თვის წინაშე. ლოცვა რა არის და წირვა რა არის? წირვა არის, რომ შენ ღვთის წინაშე შეწევნას და დახმარებას ითხოვ. ვითხოვ ღმერთსგან შეწევნას, რომ მშვიდობა იყოს. რით იწყება წირვა, ხო? გაგვიმარტო ჩვენ ეს ხშირად. უბრალოდ სამების ასამაღლებელი ითქმის და მე იწყება ლოცვა ესე. მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. რომ მშვიდობით რო უფლისა მიმართ ვილოცოთ. მე მეორე მუხლია. ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა უფლისა მიმართ ვილოცოთ. რომ ზეციდან იყოს ეს მშვიდობა, რომ ღვთისგან იყოს ეს მშვიდობა. უფლისა მე არის მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა. კეთილად დგომისათვის წმინდათა ღვთის ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ. რომ მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა. რომ სოფლის მშვიდობა იყოს და ყოველთა ერთობისათვის, რომ ყველას ერთობა გქონდეს. ეს გაუტანლობა, ერთმანეთის დაპირისპირება რო არ იყოს და აი დღეს ახლა ვფიქრობ იმაზე, ეკლესია როგორი ტკბილია, წარმოიდგინეთ, აქ როგორი დაცული ხარ, წარმოიდგინეთ. აქ რო დგახარ, აი ზუსტად დღეს ეს იგრძნობოდა, რომ აი ეს ერთობისათვის, მშვიდობისათვის, რომ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, აქ რო სული ვიცხონოთ, სული გადავიჭროთ, ქრისტესთან ვიყოთ მართლები. რომ ქრისტეს წინაშე გამართოთ ჩვენგანით და ეს საოცარი მშვიდობა და ეს საოცარი სიმშვიდე დღეს ამ ტაძარში იყო. და მინდა რომ აი რაც დღეს აქ იყო ამ ტაძარში ეს თელ ჩვენს ქვეყანაში იყოს. მე მჯერა რომ ეს ქვეყანა მე ბევრჯერ მიქადაგე და ბევრჯერ მithქვამს. ეს ქვეყანა მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოიპოვებს მშვიდობას, ერთ შემთხვევაში. როცა ეს მშვიდობა იქნება ქრისტესკენ მიმართული, დედა ღვთისმშობლისკენ მიმართული. როცა ჩვენ იმედი და სასოებას დავამყარებთ ქრისტეზე და დავამყარებთ იმედს და სასოებას ღვთისმშობლისა და წმინდანებზე. სხვა შემთხვევაში არასოდეს მშვიდობა არ იქნება. ეს თითოეული ჩვენთაგანისაც უნდა იყოს დაფიქრება, რაც ახლა ხდება. რამდენი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში საქართველოში საკუთარ თავს ქრისტიანს ეძახის, მართლმადიდებელს ეძახის, მაგრამ შობის მარხვას არ მარხულობს. ეს განსაწერი შემთხვევითი არის შობის მარხვაში ეს განსაწერი გვაქვს. რამდენი ადამიანია, იცი რატო არ მარხულობს ამ მარხვას? იმიტომ რომ ახალი წელია და საცივში ცვლის ამ აღდგომის შობის სიხარულს. რამდენი ადამიანი საცივში რაღაც საჭმელში რამდენს თქოს ამოი მე ახალი წელი როგორ გადავლახო როგორ გადავიტანო ახალი წელი მე იცი აი მეგობრები ვერთობით გართობაზე მიდივარ და არ მინდა ეს მარხვა და ისა და რა მიზეზი აქვს გეუბნებენ ეგეთ რამეს რომ მოდი გადმოვიტანეთ ეს ძველით გავაკეთოთ ახლით გავაკეთოთ შობა როგორც კათოლიკები აღნიშნავენ როგორც ზოგიერთ ეკლესიაში აღნიშნავს აქეთ გადმოვიტანოთ ანუ ის კი არ უნდა რომ რაღაცა შენი ეკლესია შენ სადაც დაიბადე და გაიზარდე ის ეკლესია ამას აღნიშნავს უკვე საუკუნეების მანძილზე შეაღნიშნავს მაგრამ ნახ მას თავისი მუცლის გამო ამას აკეთებს ადამიანი და ამას იცით რამდენი მღვდელიც ამბობს აი მღვდლებიც არიან წარმოიდგინე და ერთი დღის რაღაცა იმის გამო აკეთებენ ამას ჩვენს გვიხარი ახალი წელი და ჩვენც ხაროთ ახალ წელს მანდ საცივში ახალი წლის სიხარული და გოჭის ხორცში ახალი წლის სიხარული ისე არ შეგიძლია რომ ადამიანს მიულოს და გაიხარო ამ ყველაფრის გარეშე მაგრამ მათთვის ეს მატერიალურს და ხორციელზე გადის ეს ახალი წელი ამიტომ მათთვის შობის დღესასწაული არაფერს არ ნიშნავს და სანამ ერი ესე მდგომარეობაში იქნება სანამ ჩვენ არ გავიაზებთ რა არის შობის მარხვა იცით მოსახლეობის რამდენი პროცენტი არ მარხულობს ძალიან ბევრი ადამიანი არ მარხულობს არ ევედრება ღმერთს და როგორ გვინდა იცი გვინდა რომ ღმერთმა სიკეთე მოგცეს როგორ შენ ღმერთი იბადება ვემზადები თელი ეკლესია ემზადება მაცხოვრის შობასთან შესახვედრად და ღმერთი უნდა დაიბადოს ამისთვის ვემზადებით ადამიანები ღმერთთან შესახვედრად ვემზადებით ადამიანები ჩვენი სამზადისი რა არის ჩვენი სამზადისი არის ქრისტესთან შეხვედრა ჩვენი მიზანი არის სასუფეველში მოხვედრა ჩვენი სამშობლო არის სამოთხე ზეცა სასუფეველი ღვთისა ესა ჩვენი ნამდვილი სამშობლო მაგრამ ამ ნამდვილ სამშობლოში მოხვედრა ამ მიწიერი სამშობლოდან იწყება თუ ამ მიწიერ სამშობლოს არ დააფასე და პატივს არცევ იმ არადიულ ზეციერ სამშობლოში ვერ მოხვდები აქედან იწყება იქ გადასვლა ადამიანის და შენ თუ აქ შიგნით შენ სულში მშვიდობა ვერ მოიპოვე ვერასოდეს ვერანაირ მშვიდობა შე ვერ მოიპოვებ და საოცარია დღევანდელი სახარება აი პირდაპირ განიმარტება დღევანდელი სახარებით ყველაფერი განიმარტება ადამიანი რომელიც მატერიალური აზროვნებით აზროვნებს ადამიანს რომელსაც მატერიალურია ყველაზე მნიშვნელოვანი და მიწიერია მხოლოდ მისთვის მნიშვნელოვანი და სულიერი არაფერს არ ნიშნავს მისთვის
და სულიერი ფასეულობები არაფერს არ ნიშნავს, ის გავს აი დღევანდელი სახარების დღეს ქრისტიანობა ამბობთ, ამ ადამიანს გავს. და რას ამბობს ეს ადამიანი დღევანდელი სახარებაში წავიკითხეთ. იყო ვინმე მდიდარი კაცი, რომელსაც დიდი მოსავალი მოვიდა, ძალიან დიდი მოსავალი და დაფიქრდა იმაზე, რომ მოდიო, ახლაო ძველ ბეღლებს დავანგრევო, ახალ დიდ ბეღელს ავაშენებო და ამ ახალ ბეღელში შევიტან ამ ჩემთელ მოსავალს შეგინთო. მე დავჯდებიო, ჭამს სვამ და გავიხარებო. აი მიწიერი იმით ხარო და ესე გავიხარებო მე. და მივიდა ანგელოზს დავნები. დღესვე მიიღებენ რომ შენ სულს, ანუ ჩვენ კი არ წავიყვანთო შენ სულსო. ანგელოზს ზეუნებო. მიიღებენ შენ სულს, ანუ ისინი წაიყვანენ შენ სულს. და ვის დარჩესო ეს ქონებაო, შენ რო ესე შეაგროვებ. ჩვენ ზოგჯერ გონია ეს ხორება ჩვენ გვეკუთვნის, ესე მარტივად არის, ესე რო გითენდება დღე და გიღამდება ღამე. ესე მარტივად გონია. ეს ამხელა საჩუქარი და წყალობაა ღვთისა, რომ შენ თუნდაც დღევანდელი დღე გაგითენდა. ეს ამხელა წყალობაა ღვთისა. ზოგჯერ ჩვენ ამას ვერ ხვდები და ვერ აცნობიერებ. რომ როგორი საჩუქარია გათენებული დღე, რომ ღმერთმა შენ დღეს ერთი დღე გაჩუქა და იცი რატო გაჩუქა ეს დღე? რომ ცოდვები მოინანიო და სიწმინდა ერთგულებით იცხოვრო ღვთის წინაშე და ადამიანებს მიმართ კონდეს სიყვარული და სათნოება. ამიტომ გაჩუქა ეს დღე დღეს. და შეიძლება შენ დღეს დღევანდელი ღამე არ დაგიღამდეს. ვისა გვაქვს გარანტია დაღამებული ღამისა? ვის გვაქვს ამის გარანტია? ვინ მოგც ამას? ამაზე საუბრობს დღევანდელი სახარება. შენ რო იცახი რომ მე ხვალიდან დავიწყებ, ზეგიდან დავიწყებ, მოდი აი შობის მარხვას არ შევინახავ და მე დიდ მარხვას შევინახავ. შობის მარხვას არ შევინახავ და დიდ მარხვას შევინახავ კი არა. მი ხვალ იქამდე საერთოდ დღევანდელი დღე დაგიღამდება? ხვალინდელი დღე გაგითენდება? ამას რატო ფიქრობ? იცი, იმიტომ რომ შენ არ იცი გათენებული დღის ფასი. რამხელა საჩუქარს გიკეთებ შენ ღმერთი რომ დღევანდელი დღე გაგითენდა, შენ ამის ფასი არ იცი.